სად მიდის თქვენი გზა ახლა? მოგესალმებით. საჯარო გაშლეთ, ჩვენ ვნახავთ, სად მიყავხართ იმ გზას ახლა, რომელსაც თქვენ დგახართ. შესაძლოა ვარიანტი გვექნება სამი. პირველი ვარიანტი თქვენი გზა, მეორე ვარიანტი თქვენი გზა და მესამე ვარიანტი თქვენი გზა, სად მიყავხართ თქვენს გზას ახლა. შესაძლოა პირველი ვარიანტი ამონიტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს. კითხეთ სამყარო, სად მიყავარ ახლა იმ გზას, რომელსაც მე ვდგავარ ახლა და თქვენ მიიღებთ იმ პასუხს, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ რომ მოისმინოთ. ასევე სანამ ვირჩევთ, შეგახსენებთ, რომ გვერდი მზის ადამიანი ისევე როგორც YouTube არხი ნინო ლეჟავა მხოლოდ ფუნქციონირებს საჯარო გაშლების, ტაროლოგიური პროგნოზების და ეზოთერიულ შემეცნებითი პოსტების ფორმატით. სხვა დანარჩენი უკვე დახურულ ეზოთერიულ შემეცნებით ჯგუფში მზის გარი. შესაძლოა სად მიყავხართ თქვენს არჩეულ გზას? პირველი ვარიანტი. სწორედ გზაზე, რომელზედაც თქვენ დგახართ. სად მიყავხართ? თქვენ ძალიან დიდი ცვლილებები გელით წინ. იმდენად დიდი და იმდენად მასშტაბური, ეს აბსოლუტურად სხვა სამყაროა. ეს გზა, რომელიც თქვენ გაქვთ არჩეული, ამ გზას თქვენ მიყავხართ პირველ რიგში თქვენს კარმულ მისიას ასრულებთ. თქვენს როლს ასრულებთ ამ სამყაროში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ისე მიდის და ისე მოდის, რომ თავის ფუნქციას, თავის როლს, თავის დიად მისიას და თქვენ პირველი ვარიანტი ნამდვილად გაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი და დიადი მისია, რითიც არ მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას, არამედ სხვა ადამიანების ცხოვრებებსაც ცვლით. და მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც უსმენენ, რომელსაც გინდა რომ გაყვე, რომელსაც გინდა რომ მიბაძოს სადღაც, რომელსაც გინდა რომ მოусმინო. განსხვავებული ხართ, ძალიან საინტერესო ხართ და შესაბამისად შეგიძლიათ არა მხოლოდ ერთეულ ადამიანებზე, არამედ საკმაოდ მასიურადაც შეგიძლიათ მოახდინოთ გარკვეული, თქვათ, ტიპის ზეგავლენები ადამიანზე. ხო, იყოთ კარგი ლიდერი, იყოთ კარგი შემოქმედი თქვენი საქმის, იყოთ პროფესიონალი, არ აქვს მნიშვნელობა სად, როგორ და რა მიმართულებით, იმიტომ რომ აქ უამრავი ადამიანი მისმის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენს გზას, რომელიც ახლა გაქვთ არჩეული, ვინც არ უნდა იყოთ, იცოდეთ, რომ მიყავხართ თქვენს დიად შემოქმედებით ენერგიამდე. თქვენ ხართ ადამიანი და თუ ახლა ნახოთ, რამდენად იაზრებთ თქვენს ფუნქციას ახლა, რამდენად იაზრებთ. უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენი გზა დიდი ადამიანის გზაა. დიდი ადამიანის გზაა. ნახოთ, რამდენად იაზრებთ ამ გზას, რომელსაც თქვენ გახართ, რამდენად იაზრებთ. თქვენს როლს რამდენად იაზრებთ. იაზრებთ აბსოლუტურად. არ განიერობთ. აქ ხართ ადამიანები, რომლებიც ცვლიან რეალობებს, ცვლიან სისტემას, ცვლიან სისტემები ბევრნაირი არსებობს. შეიძლება რაღაც დიდ და გლობალურ სისტემებს, თუმცა ვინ იცის, არ ვეხებოდი ამ საჯარო გაშლაში, მაგრამ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ესეთი ინექცია შემოაქვს ადამიანების ცნობიერებაში, ადამიანებზე ზეგავლენა არის საკმაოდ ისეთი ინტენსიური, თუმცა ზეგავლენა შეიძლება დადებითიც იყოს და ნეგატიურიც იყოს. აქ ზოგადად ადამიანების ყველაზე მთავარი ალბათ ამოცანა ის არის, რომ არ დაიწყონ манипуляცია საკუთარი ენერგიებით. თუმცა თუ კი манипуляტორები იქნებით, ესეც ალბათ თქვენი გარკვეული შემოქმედების ნაწილია, ხვდებით ხომ? იმიტომ რომ ხანდახან манипуляციაც ალბათ საჭიროა თქვენ შემთხვევაში. გაქვთ ამის ნიჭი ნამდვილად და თქვენი გზა, რა გზაზეც ახლა თქვენ დგახართ, არის თქვენი გზა. და ნამდვილად იაზრებთ იმას, თუ სად ხართ ახლა და იმასაც იაზრებთ, რომ უფრო მეტი შეგიძლიათ და უფრო მეტსაც გააკეთებთ, იმიტომ რომ გაძლევთ სამყარო ამის შესაძლებლობას და მე შემიძლია გითხრათ, რომ გზა თქვენ, რომელსაც გადიხართ და გაივლით, ეს იქნება
ბევრი ადამიანის შეცვლილი ცხოვრება, შეიძლება ახლა ექიმები მისმენდეთ, რომლებიც მზად არიან ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემსახურონ, ხო, ანუ და რა თქმა უნდა ცვლიან ადამიანების შეიძლება მისმენდეთ კოლეგები, მისმენდეთ ფსიქოლოგები, მისმენდეთ მხატვრები, შემოქმედებითი ადამიანები, ხო, რომლის ნახატის შემდგომაც ადამიანის ცხოვრება და რეალობა იცვლება, ხო, იმდენად ენერგეტიკულად ძლიერ პროცესებს დებთ საკუთარ შემოქმედებაში, ხო, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, კი, ნახატ შეუძლია ადამიანის რეალობაში ძალიან დიდი ცვლილებები შემოიტანოს. არის ნახატები, რომლებსაც უბედურება მოაქვს, არის ნახატები, რომლებსაც ძალიან დიდი წარმატება მოაქვს, ხო? იმიტომ რომ მხატვარი ამ შემთხვევაში დებს თავის შემოქმედებით ენერგიას შიგნით და თითოეული მისი ფუნჯის მოსმა, მისი შემოქმედებითი პროცესია და ენერგიის ჩადების და ფიქსაციის მდგომარეობა. ასე რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ გზა რომელსაც თქვენ გახართ აბსოლუტურად თქვენია, სწორია და ასე გააგრძელეთ, იმიტომ რომ თქვენ შექმნით რაღაცა თქვენსას, რაც ბევრისთვის ერთგვარი მბჟუტავი, ან შესაძლოა არც თუ ისე მბჟუტავი და საკმაოდ კაშკაშა სინათლე იყოს სიბნელეში. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. თქვენი გზა, რასაც თქვენ ხართ ახლა, რასაც თქვენ გახართ, საით მიყავხართ ამ გზას? ამ გზას თქვენ მიყავხართ პირველ რიგში კარგი ფინანსური ანალიზისკენ. ამ გზას თქვენ მიყავხართ მომავლის ფინანსური რესურსის, ფინანსური ენერგიის სწორად და ადეკვატურად განაწილებისკენ. თქვენ ამ გზას, რომელსაც თქვენ გახართ და ეს აუცილებელია, რომ ისწავლოთ, ეს არის ფინანსებთან სწორი მომყრობა. ეს არის საკუთარი რესურსის სწორად გამომუშავება, მათ შორის და სწორად განაწილება. თქვენი გზა არის რომელსაც ახლა თქვენ გახართ, არის შექმნა. შესაძლოა აქ დიზაინერები მიყურებდეთ, ხო? არ ვიცი, ინჟინერები მიყურებდეთ, ხო? სხვადასხვა კონსტრუქციების და სხვადასხვა ვთქვათ ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ხაზავენ, ქმნიან მონახაზებს, კონსტრუქციას, ქმნიან დიზაინს, ქმნიან პროცესებს. ხო, ეს როგორც ასეთი პროფესიონალური პატარა გადახვევა იყო, მაგრამ მთლიანობაში თქვენი გზა, ეს არის გზა, სადაც თქვენი სწორად განაწილებული და ადეკვატურად განაწილებული ფინანსური ენერგიითა და რესურსით უნდა შექმნათ გარკვეული არა მხოლოდ უსაფრთხოების ბალიში თქვენთვის, არამედ შესაძლოა თქვენი შემდგომი თაობებისთვისაც კი. რამდენად იაზრებთ თქვენს გზას, რამდენად სწორად მიდიხართ თქვენ ამ გზაზე. თქვენი გზა ეს არის გასაგებია, მაგრამ რამდენად იაზრებთ ამ გზას. მეორე ვარიანტი, რამდენად იაზრებთ. ერთადერთი არის ის, რომ შესაძლებელია თქვენი სიჩქარე, თქვენი ქაოტურობა, თქვენი ზედმეტი სხეულის მოძრაობები, ეს შეიძლება იყოს თქვენთვის პირდაპირ გეტყვით და თქვენი ფინანსური ენერგიისთვის კატასტროფული. იმიტომ რომ თუ კი თქვენს სასიცოცხლო ენერგიას, თქვენს მე ვხედავ საკმაოდ ენერგიულ ადამიანს, ხო, რომელიც შესაძლებელია არანაირად არ ყრის ფარხმალს მუდმივად მოძრაობაშია, მაგრამ ნახეთ, აქ თქვენ გეუბნებიან, რომ მოძრაობასაც აზრი უნდა გქონდეს. მიხვდით ხომ? თუ თქვენ მოძრაობთ სხვებისთვის, თუ თქვენი რესურსი მიდის სხვებთან, თუ თქვენი შრომა და თქვენი ენერგია მიდის სხვებთან, იცოდეთ, რომ
დადგებით საკმაოდ არასასიამოვნო შესაძლოა საკმაოდ მძიმე დანაკარგების წინაშე, როგორც შეიძლება იყოს ფინანსური დანაკარგები, სხვების ვალების გასტუმრება, ფინანსურად არასწორი, ვთქვათ, არასწორად აღებული მიმართულებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? გააზრებული გაქვთ თქვენი გზა, მაგრამ ენერგიებს არასწორად ანაწილებთ. და ნახეთ თქვენ გაქვთ ესეთი საკმაოდ კარგი ფუნქცია აქვს სამყაროს თქვენთან მიმართებაში შემუშავებული. თქვენ მომენტალურად გრძნობთ, როდესაც თქვენი ფინანსები და თქვენი ენერგია არასწორად მიდის, იწყება მომენტალური დანაკარგები. სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს პირდაპირ უენერგიობის შეგრძნება იმდენად ინტენსიურად, რომ ადამიანს ლუგინიდან ადგომა გაუჭირდეს. ხო, ეს არის ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არის სხვათა შორის თავის ტკივილები, უცაბედი გადაწვა. ეს ყოველთვის იცოდეთ, რომ ერთგვარი სიგნალია სამყაროს გარო, შენი ენერგია და შენი შრომა და შენი ფინანსები, რომელშიც დროს და ენერგიას დებ და დიდი ბოდიში ამას არავინ არ აგინეზღაურებს, შენ მიგაქ არასწორად ანაწილებ. ხო, სხვათა შორის ყველას არ ეხება, მაგრამ აქ შესაძლებელია თქვენ გეუბნებოდნენ, რომ თქვენს ფინანსებს უფრო მეტად სერიოზულად შეხედოთ და ცოტა უფრო მომავლისკენ გაიხედოთ, იმიტომ რომ ახლა შესაძლებელია ამაზე არ ფიქრობდეთ. ან ფიქრობდეთ, რომ ეს მუდმივად ესეთი მდგომარეობა იქნება, ხო? ესეთი ენერგიული, ყოველთვის შეძლებთ, ყოველთვის მოასწრებთ, მაგრამ არკანები ამას გეუბნებიან, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ, როდესაც ფინანსურ უსაფრთხოებაზე და ვთქვათ, ხაც ესეთ მოკლედ არ დაუშვათ ის შეცდომები, რაც ჩვენმა წინა თაობებმა დაუშვეს, ხო? ჩვენმა მშობლების, ბებია, ბაბუების თაობებმა, ხო? რომელსაც ეგონათ, რომ ყოველთვის ასე იქნებოდა, როგორც იყო. პლანგავდნენ, არ ინახავდნენ, აბსოლუტურად არაგრამატულად და არასწორად ანაწილებდნენ საკუთარ ფინანსურ ენერგიას. არა, ეხლა ის დროა, მეორე ვარიანტი, რომ ახლავე უნდა იფიქროთ, თუ სად ჩადებთ საკუთარ ფინანსურ ენერგიას, იმისთვის, რომ შვიდი და უსაფრთხო სიბერე გქონდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხართ და რამდენი წლის ადამიანი მიყურებს ახლა. თქვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ დამშვიდდეთ, დაწყნარდეთ და დაიწყოთ თქვენი ენერგიის და თქვენი ფინანსების როგორც დეკლარირება. ხო? გახდით თქვენი საკუთარი ფინანსური არხის ბუღალტერი, რომელიც აი ამ ბუღალტერიას აწარმოებს ყოველ თვე, ყოველ ჯერზე, რათა მოხდეს ფინანსების სწორად და ადეკვატურად განაწილება, იმიტომ რომ თქვენი გზა არის ეს. დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. და მესამე ვარიანტი, მოდით თქვენი გზა, რასაც თქვენ გახართ, რა არის ეს? რა გზა არის ეს, რასაც ახლა თქვენ გახართ? თქვენ შემთხვევაში რეალობა ეხლა რაღაც თითქოს ორ ნაწილად იხლიჩება, ხო? ორ ნაწილად იხლიჩება თქვენი რეალობა. ახლა შესაძლებელია საკმაოდ ისეთი სერიოზული გადალაგების პროცესში იყოთ, ხო? როდესაც ალაგებთ ადამიანებს, რეალობებს, პრიორიტეტებს. რა გინდათ თქვენს ახალ რეალობაში წამოიღოთ, რა გინდათ რომ წარსულში დატოვოთ, ხო? შესაძლებელია მოდიოდეს გარკვეული პროვოკაციები, იმიტომ რომ ცვლილებები არ მოსწონს არავის. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომელსაც კომფორტის ზონას ჩვენი სახით ვართმევთ. ამიტომ აქ მაჩვენებს, რომ პროცესები შემდეგია და გზა შემდეგია. გზა გასაყარზე ხართ, სადაც ახალ ცხოვრებას იწყებთ, რაღაც ახალ მიმართულებას იწყებთ, ახალ მიმართულებას იღებთ, ხო? მაგრამ შესაძლებელია ცხოვრების წარსული აჩრდილები ადამიანებისა თუ ქმედებებისა თუ ჩვევების სახით მუდამ კალთაზე გეკიდებოდნენ და ცდილობდნენ რომ უკან დაგაბრუნონ, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ასე ხდება, შვიდიანების კვერთხები არის თქვენი გზა. ემიჯნებით, იმიტომ რომ ხვდებით, რომ თქვენი გზა განსხვავებულია მათგან, თქვენი აზრი განსხვავებულია მათგან და აღარ მოგწონთ და აღარ ეთანხმებით იმას, რასაც ადამიანები გთავაზობენ, ხო? იმ კულტურულ საღეჭ რეზინს აღარ ღეჭავთ, რომელსაც უკვე გემო არ აქვს. აღარაფრის გემო არ აქვს. რამდენად იაზრებთ ამ თქვენს გზას? რამდენად იაზრებთ ამ თქვენს
გზას. ძალიან ლამაზი არკანები ამოვიდა. მე აქ ხედავ სულიერად, რაც მინდა ვთქვა, რომ მე ახლა აქ კოლეგებს უყურებ. ან კოლეგებს და მით უფრო მეტად ჩემი ჯგუფის წევრებს. ნახეთ, აქ როგორი პროცესებია. ტალღები. ძალიან ლამაზი არა? ტალღების გაპობა და მოძრაობა საკუთარი თავისკენ. მოძრაობა საკუთარი თავისკენ. ბორბალი ტრიალებს. აბსოლუტურად მოძრაობის პროცესია. თქვენ მიდიხართ თქვენს თავამდე, თქვენ მიდიხართ თქვენს საკუთარ სამყარომდე. ტალღებით, ხანდახან მშვიდია ეს ტალღები, ხანდახან აბსოლუტურ ცუნამის ენერგიებში ხართ. არა, ცუნამი არ არის ეს უკაცრავად. შტორმი. შტორმში ხართ, ხო? მაგრამ თქვენი გემის კაპიტანი თქვენ ხართ და გეზი გაქვთ აღებული საკუთარ თავთან მიდიხართ. საკუთარ თავთან მიდიხართ. ხართ რამდენი გზები მის არის, ნახეთ. წყალი. თქვენაირებს იპოვით. თქვენაირებს იპოვით და თქვენ სამყაროში იქნებით. თქვენაირებთან ერთად, სადაც შეგიძლიათ საუბარი, აზრის გაცვლა, ცურვა. ახლა ხო იგრძნობა ესეთი ენერგიები, რომ რაღაცა სამყარო იყოფა თქვენიანებად და უცხოებად, ხო? აი ეს მიჯნა ჩანს ძალიან ინტენსიურად და ნახეთ, ხანდახან საწყენია და ხანდახან ძალიან სევდიანია, მაგრამ აუთსაიდერებად და ამ ნაპირის მეორე მხარეს შესაძლებელია აბსოლუტურად თქვენთვის ძალიან ახლობელი ადამიანები აღმოჩნდნენ. შესაძლოა ოჯახის წევრებიც კი. იმიტომ რომ აღარ არის თავსებადობა, არც ენერგეტიკული, არც ვიბრაციული, არც ემოციური. თითქოს ეს გზები იყოფა. თქვენი გზა არის თქვენი სამყაროს შექმნა, თქვენი რეალობის შექმნა, თქვენი კომფორტის შექმნა, კომფორტის ზონის შექმნა, რომელსაც ბევრჯერ დაანგრევთ და ბევრჯერ იქამდე დაანგრევთ და იმდენჯერ ააშენებთ, სანამ უფრო და უფრო უკეთეს არ გახდით. ეს არის სამყარო, სადაც თქვენი სტაბილური სცენარია. გაღწევა ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადადიხართ. აი ეს არის თქვენი გზა. როგორც კვანტურად, ასევე შესაძლებელია ფიზიკურად, ენერგეტიკულად, ყველანაირად არის ერთი რეალობიდან მეორეში გადასვლა. თავისიანების ძებნა, თავისიანებთან შეკავშირება. გამიგეთ ხო? დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილებით. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.